მოგესალმებით, ჩემო სიხარულებო, როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად ყველა? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. ყველას გესურვებთ მშვიდობიან, ლამაზ, წარმატებულ სიხარულით სავსე დღეს. ესე იგი, ეს ჩავიცვით ბილია ეს და ის როგორც ივაა. ეს არის, რა ქვია, აირია მე მგონი ამინდი. გუშინ ძალიან თბილოდა კი არა? გუშინ ცხელოდა რა, გოგოებო, ცხელოდა პირდაპირ. კლინიკაში რომ მივედი, აღარ შემიძლია გავიგუდეო ხალათი ეცვა ამ ქალს, თეთრი ისე, რა ქვია. პასუხი რო ავიღე და არ ვიციო რა, ნეტავი ცოტა აგრილდესო, ძალიან ცხელაო. როგორც ზაფხულში ლაპარაკობენ ხოლმე ეგრე. მართლა ცხელოდა და დღეს რავი, უცბად ამინდი შევსვალა. ესენი გუშინდელი ისინი არის, რა ქვია. გაეცხილების საღამოში, რაც გავრეცხე და მეხარ ვალაგებ ხოლმე ზოგჯერ ისეთი ისავა დაღლილი. გუშინ გასაკუთრებით ვიყავი ძალიან დაღლილი გოგოებო, გუშინ საღამოს მთელი დღე გარეთ ვიყავი თითქმის და ისე რატოა ჩემი ლამაზი ისა, რა ქვია, პეპელა ცეთი გავასწორო. ხო და ისა თავარი ის არის ხოლმე, რომ გავრიცხო ხოლმე რა და გასარეცხო არ დარჩეს ხო ესე და ზოგჯერ ვეღარ ვალაგებ ხოლმე იმ წუთში შემოვედი სამზარეულოში და ვეღარც ვითმე ხოლმე ჩავრთე იმ წუთში კამერა იმდენად შემიყვარდა ჩემი ვიდეოები, რომ რა ვიცი რა, რაც ახალი ტელეფონი ვიყიდე ძალიან აკავას და აქ მაკარონი ცოტა დარჩენილი მათეს ვაჭმევ იკასაც აქვს ცოტა ფირი არა, მაგრამ ცოტა არის და ერთ ჭამაზე ეყოფ. ხო, საღამოთი რომ მოვედი და რო გავრიცხე ეს ყველაფერი და მერე კიდე საჭმელები გავაკეთე რაღაცეები რა და უკვე ზოგჯერ ხოლმე მართლა აღარ მაქვს ხოლმე ამ ყველაფრის დალაგების ის. მეკიქაში დავიეტყავა ეს კოვზი ამ კოვზის აქ დადება არ შეიძლება რა აი სისხლში ის კოვზისა შეიძლება დაიდეს ეს აქეთ და ეს აქეთ პრობლემა. ცოტა გასარეცხებია. ათიგარ არის პრობლემა. აქეთ ეს ჩემი შოკოლადები. ხო. ამ ჭიქაში დავლიო. შენ ვიყიდე ყავა სისავლის არის ეს რასაც ვსვა რაც მე ძალიან მომწონს და აღარ მქონდა სუნი აქვს რა როგორი გემრიელი სუნი აქვს მერთო გემრიელესი Esse. Está aqui.
Tuşin fikrovdi ჩემს სამზარეულოზე ხო გვინდა რომ დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან გაიწელა, ხო და აი არ ვიცი ადგილი არ მყოფნის მაინც როგორც მინდა რომ გავაკეთო რა ფართი სჭირდება მაგ ყველაფერს რომ კარგად რომ გულიანად გამოვიდეს. აქ გამოსბობილი არის და ამას ვერსად ვერ გადავიტან. სად უნდა წავიღო? ხო და ესე რომ ჩავალაგო კუხნა. აქედან ვერ დაიდგმება მაცივარი, აქ რო ჩავდგა. აქ რო დავდგა კიდე მაცივარი, აქ შეუშლის ხელს მე. აქ რო მაცივარი დავდგა, აქეთ რაღაცნაირად ხელს შემიშლის და რავრიცალკე დავდგა მეთქი ისე ვიქით ვფიქრობ მაცივარი იმ კუთხეში. პატარა, ოთხკუთხედია კიდე კარგი. მაგრამ პატარა არის. D ვიტამინი. აი, როგორია. მომწერეთ და რა ვერ გაჩვენეთ დამაყრწნა. რომ ესასვავო. ზოგი სვავთ კვირაში ერთხელ D ვიტამინს. და რა ადვილია ეგრე? არ ვიცი მე რატო დამინიშნა წვეთები. მაგრამ წვეთები ვფიქრობ, რომ უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. ვაიგია. და იმიტომ აქ ესეთი შედეგი თმაზე. დედა ჩემი გაოცებულია. რომ ირეკავს და ჩემ თმას რო ხედავს. რა არის, ხო შეიძლება თმაო. არამეთქი დედა. რაც D ვიტამინს ვამეთქი. რა იყო ეს D ვიტამინიო ამდენი ხანიო. სულ მეუბნებოდა ხოლმე რომ თმა მინდა რომ გიბზინავდეს, მინდა რომ გიბწყინავდეს და რაღაცა აკლდა ჩემ თმას თითქოს და მეც ძალიან ვატყობ ახლა რომ ბზინავს ფერი მიიღო, რა ვიცი, თითქოს გამომშრალიც აღარ არის გოგოებო და დედა ჩემსაც ძალიან უხარია. ეგ თუ D ვიტამინის ბრალი იყო და ეგ იყო საჭირო, რა გახდაო რომ აქამდე გეყიდაო და რა ვიცი დაუნიშნია და მე რა ვიცი როგორ უნდა მეყიდა. ჩემი წამლებს მე ვიტამინებსაც აქვს გოგოებო. არასდროს არაფერი დამიგებია და რავი, არ მიყვარს მე ეგრე. ეხლა გუშინ რო ვფიქრობდი ჰომეოპათთან წავიდე მეთქი თუ მამულოგთან. გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე მამულოგთან. ჰომეოპათი ძალიან კარგია. პროფილაქტიკური მკურნალობისთვის აქამდე მე სულ არისთან დავდიოდი და მისი წყალობით არის რომ
არ ვიცი სამფერი რამე თუნდაც გამხდრეთ შეიძლება ესეც რომ წონაში დავიკელე მისი დამსახურება არის ვერ ვიტყვი ზუსტად ეხლა რომ თქვენ წახვიდეთ და დაგინიშნავთ ის რაღაცას და დაიკლებთ ეს ეგრე არ მინდა რომ გაიგოთ გოგოებო მაგრამ მე წლები მასთან დავდივარ არ ვიცი ძალიან დიდი წლები არის ეს უკვე 20 წელი არის და თუმცა შეიძლება მასთანაც წავიდე ისე მაგრამ მამოლოქთან მივიდე ვფიქრობ იმიტომ რომ კერდი ეს ისეთი რაღაცა თუნდაც საშიშიც არაფერი არ იყოს და პატარა როგორც მითხრეს მასტოპათიური რაღაცა ეს არის მასტოპათია მე შეიძლება რაღაცაში გადაიზარდოს მეთმა დაიფაროს ხო და მირჩევნია ამ დარგის ექიმი ვინც არის მასთან მივიდე ვიფიქრი ამ თემაზე გუშინ მთელი საღამო მთელი ღამე სანამ დამეწინა მაგაზე ვფიქრობდი რომ მითხრეს რომ უნდა აჩვენო აუცილებლად საშიში არაფერია მაგრამ უნდა ნახოს ეს ექიმა ეს პასუხი და შეიძლება რაღაცა სცენარეულიც კი დაგინიშნოს იმიტომ რომ ადრე მახსოვს მე ვიყავი და მასტოდინონი დამინიშნა ექიმ ეგეც სცენარეული ხო და ის არის რა ქვია გადავწყვიტე რომ ამ დარგის სპეციალისტთან მივიდე ეს ისეთი რაღაცა ну ლარისასთანაც შეიძლება ისე მისვლა რა ვიცი ლარისას მოცემული წამლები თუ არ მარგებს არ მაწყენს ის ესეც რო დავლიო და ისეც რო დავლიო მაინც არ არის პრობლემა ისეთი ის არის უვნებელი უსაფრთხო და შედეგიანი რა ვიცი რა მაგრამ მე მაინც მინდა რომ მამულოქს ვაჩვენო ეს პასუხები იმიტომ რომ ეს ცოტა სხვა საკითხია და სხვა რაღაცა არის პროფილაქტიკურ მკურნალობას ვერ დავეყრდნობთ ამ საკითხში 2025 წელი დავიწყე ჩემ თავზე ზრუნვით სიყვარულით ვეფერები ყოველ დღეს და ისიც მასაჩუქრებს სიახლეებით ძალიან დიდი სიხარულები მაქვს წვრილმანებში თუნდაც იმიტომ რომ მე ეგეთი ვარ გოგოებო პატარა რაღაცები მახარებს და არის ხოლმე გაღიზიანებული მომენტები გაჭირვებიდან გამომდინარე აი გუშინაც ხო გითხარით არა რომ 70 ლარი ძალიან რთული საშოვარია და არაფერი არ მოგდის არაფერი არ მაქვს მაინც სახში ყოვიკიდე რაღაც მაინც არაფერი არ მაქვს და მე ვფიქრობ ხოლმე არ ვიცი რამდენი უნდა დახარჯო რომ რაღაცა იყიდო სახში და მოიტანო არ ვიცი უბრალოდ 300 ლარი 400 ლარი ალბათ 400 ლარი უნდა დახარჯო ხო უნდა დახარჯო 400 ლარი აი მარი ყიდულობს ხოლმე და მე ვუყურებ ხოლმე მარის ვლოგს 400 ლარისას რო ყიდულობს რაღაცა მაინც მოაქვს რა სახში ერთი კვირისა თუმცა ისე თვითონაც ათქვა რომ ისი არ მომაქვს რომ ეხლა მე ყოველდღე არ დამჭირდეს რომ რაღაცაზე ყიდვა იმ დღეს ვუსმენდი ხო საშუალება რო არ არის წუწუნი ძალიან არ მიყვარს აქამდეც გეტყოდით ამას მაგრამ ის არის რა ქვია ჩვენი წითელი მანქანა უკვე შეუსაბამო არის სამსახურისთვის და მანქანაც აქვს პლუს მაგაში გიაიხდის 50 ლარს ქირას ყოველდღე ხო და მავია ძალიან ძნელი არის ისიც მოაგრო და მე პლუს კიდე ისა რა ქვია საჭმლის გადარდო ძალიან რთულია მიუხედავად ამ ყველაფრისა რასაც ვაჩვენებ სირთულეებს გავდივარ ამის თქმა რა პოზიტივსაც გაჩვენებ გოგოებო მე ეს
წუწუნით არ ვამბობ, ამას იგრი არ გამიგოთ რა. ადრე მწერდნენ ხოლმე წუწუნებ, არ წუწუნებ, მე ისეთ ოჯახში ვარ, გაზრდილი. აუ, სარეცხი აქ გაფენილი და თან მაგავი გადმოყარა იმით რა. სარეცხი აქ გაფენილი. ქალია, თუ კაცია თუ ქალია და ნაგავი გადმოყარა თან. იმაზე რა ქვია. საერთოსაც სხვა უვიდა ესეთი. ნაგვის ასაკრებიდან ესე გადმოყარა ნაგავი. და სარეცხს ხო იმას იზავდა, შეეყრებოდა და მე ზუსტად მაგ დროს მაღლიდან დაავერტყა ერთმა გოგომ პლეოს კიდე ხალიჩი. აი ეგ არის რა. ერთი ძალიან კარგი ნიჭიერი კაცის ნათქვა მიმახსენდება, რომ ქალაქში ცხოვრებას თავის წესები აქვს რა. მართალია ეგ. ნაგავი როგორ უნდა გადავყარო, ჩემთვის არის წარმოუდგენელი ფანჯრიდან ნაგვის გადაგდება. რაღაცის გადაგდება, ნებისმიერი, არ ვიცი რა. და მით უმეტეს ნაგავი და თან შესარეცხს რო აბერტყავ, აი მე აღმერთო ჩემო არ ვიცი. მოგიტყუარი მეცხრე ცხოვრება კაი. ყველა არ იცავს ამ წესებს გოგოებო, ჩემ თვალით დავინახე ახლა რაც გააკეთა. სხვის სარეცხი ინერვიულებს ეგ თავისას დააბერტყა ნაგავი. ხო და მაგას ვამბობდი. ამას რო თავი დავანებოთ რაღაცები გამიკვირდება ხოლმე. ყოველ დღე მიკვირს. ამ ხალხის აქცია ყოველ დღე. წუწუნში არ ჩამითვალოთ მეთქი ყველაფერი და მე არა ვარ ეგეთ ოჯახში გაზრდილი, რომ წუწუნი მიყვარს. არ გვიჭირდა ხოლმე ისე რომ გიწუწუნა და არ ვიცი, უბრალოდ რეალობა რაც არის, მაგას ვამბობ, რომ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს ძალიან ჩვენ ახლა ოჯახში. გვინდა რომ წითელი მანქანა გავყიდოთ და რაღაცა არ ვიცი. გავაკეთოთ არ ვიცი ან რა. მანქანა ვიყიდოთ სხვა. გამოვიყვანოთ სესხით. ახალი. ეს ძალიან ბევრია 50 დღეში უკვე დაღლილი ხარ მაგას რო იშოვი და გიაზე ის ენერგიულობ ხოლმე რომ მეტი არ შევიდა. ძა ეგეთი ამბები. მარტომია რა რა თქმა უნდა ეს ძალიან ბევრია. მარტომია რო დარეკო მანქანებზე რო დაიდება მანქანა გასაქირავებლად, რო დარეკო უკვე გაქირავებულია, წარმოიდგინეთ რამდენი მუშაობს ეს. ძალიან ბევრი. ანუ ეგრეა. მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. მადლობა ღმერთო, ამის ისიც არის ხო? ხო შეიძლება ესეც ვერ მოხერხებულიყო ან რაღაც, არ ვიცი. მამის საშუალებაც რო არის. მადლობა ღმერთს. ნახოთ. რა იქნება, როგორ იქნება. პირველადი შესატანი არის ხოლმე მე მგონი მანქანას რო ყიდულობ და რო გავყიდოთ ეს წითელი შევიტანოთ რაღაც და გამოვიყვანოთ ახალი მანქანა. ესე ვფიქრობთ, თორე 50 ლარი რო იხადოთ დღეში ეს გამოდის ძალიან დიდი თქმა. თან აი საერთში არც რჩება არაფერი. მაგის გარდა კიდე უნდა იშოვო, რომ ოჯახში მიიტანო რაღაცა და
მაგრამ იმედია რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. კაცი იმედით ცოცხლობს, ხო იცით? დღეს უნდა გუფთა გავაკეთო, გუშინ ძალიან დავიყალე, ვეღარაფერი ვეღარ შევწელი. დღეს მარტომათის გადავიყვან, რა ვიცი, მაშინ რა ქვია. სკოლაში და რომ მოვალ მერე დავიწყებ საჭმლის გაკეთებას. სანამ მოვა, მზად მექნება მე. დღეს მაგას გავაკეთებ ძნიერ. მაგრამ სანამ ისე გვიჭირს აუცილებლად გამოსწორდება ეს ყველაფერი და ამოვართ რა ამ გაჭირებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორ ნაბიჯში უნდა ვიყიდო ხოლმე. ძალიან დიდი განსხვავება თუ ცოტა როიტყვიან გაიფართხარი და სხვაგანაც შეხვედი მაღაზიაში მაგის გარდა, იმიტომ არ ირიგები ორ ნაბიჯში. აი 70 ლარში რაღაცას მოვიტანდი ორი ნაბიჯიდან და ესე ცოტა სოფლის მაღაზიაშიც რო შევედი, ცოტა ტკბილეულის მაღაზიაშიც რო შევედი, всё, უკვე აღარაფერი აღარ მომივიდა საერთოდ. და მარტო ორ ნაბიჯში რო შევიდე და 70 ლარი დავხარჯო, ნუ არა უშავს მაინც რაღაცა მოგაქ. იმიტომ არ ირიგები, რომ მაინც მათ ყველაზე მათნაირად ისეთ ბაში გამოსდით, რომ რაღაცას ყიდულობენ. თუმცა არა ხარისხი. წავედი გოგოებო, რაღაცნაირი ცოტა მძიმე ვლოგი ხო არ გამოვიდა, მაგრამ იცით რა არის, ორი თვიანი უკვე რაც მანქანა ყავს და ქირას ვიხდით 50 ლარს დღეში და წუწუნი რომ დომნო და ამას სტილით მოყვებოდი თავიდან, მაგრამ ვერავინ ვერ შემატყეთ მგონი ეს ყველაფერი, ნუ ვიღაცა მარგად ვინმე ვინც ძალიან ახლოს მიცნობს და აი კარგად მიცნობს, მიხვდა ალბათ რომ მიხვდით რომ ეს არ არის ჩვენი მანქანა, ნაკირავებია, მაგრამ ვერ მომიმილოცეთ კიდევაც და კომენტარებშიც მოგწერეთ რომ ჩვენი არ არის, თუმცა ის არც კი მითქვია რომ ქირი ყავს და რაღაცა 50 ლარი გვაქვს ყოველ დღე ვარდებულად. ნახეთ რა ლამაზი ბიჭი. იცით რა ლამაზი გემილია. ლოგარითმება ხომე მინდა რომ აი გოაკოცო აი კუთხეებში. აი აქ აი აქ მინდა ხომე რომ ვაკოცო კუთხეებში. ამასთან ეს აღარ მომწონს. აი მე ისეთია რა მოგწონს? დათვი როა, დათვი გარეცხილია, წამოშე მოვიტანოთ უკვე შეშდებოდა და კარმასთან გავათბოთ და ჩაიქი. შაბათს არ გავიცვლი. ვერა? არ გაიცვლი? თუ არ გამოიცვლი? გამოვიცვლი. არ გამოვიცვლი. არ გავიცვლი რა? ბაბა ინგლისურად როგორ არის არ გამოვიცვლი? მოდი მითხარი. არ გამოვიცვლი შარვას, როგორ არის ინგლისურად? მართლა მაინტერესებს მოდი. I'm not gonna change my pants. ახლა მოდი რა ვიცი, საიდან გაცრუყვილი ხარ მე რა გავი. I'm not gonna change my pants. ფერად გინდა კითხე. შემეუბნებოდი იმას რა ქვია, მშობლებს, ამის ამბებს და არ ვიცი, არც ერთმა არ თქვა, რომ ჩვენებმა ესე კარგად იციან ინგლისური არ რაღაცა. შეიძლება მისწრაფებაც აქვთ ამათ ენების ხრივ, არ ვიცი გოგოებო. იმიტომ რომ ენების ცოტა ისეთი რაღაცა არის, თუ მისწრაფება გაქვს ენებს, ძალიან მალე ითვისებ და ხო ეგრეა საერთოდ ყველაფერი რა. ეს მათემატიკაშიც ძალიან ძლიერი არის, მათემატიკას ვთulis მარტო საკნად. რა გავაკეთო არ ვიცი ისწავლას. რა გავაკეთო. მათემატიკა არის ამისთვის მარტო საკანი, მეტი არც ერთი. რო ვეუბნები, ისწავლე, ვისწავლე, რა გააკეთება მათემატიკაში დავწერი, დანარჩენები არ მინდა დედა. მეზარება არ მინდა, ვერ ვიგებ. არ მეხალისება, მარტო მათემატიკას აკეთებს ხალისით და უყვარს. და ამ კუთხით განვითარება მინდა ძალიან მისი და ჯერ არა ძალიან ადვილად აკეთებს, მაგრამ დაწყებითებიდან რო გადავა უკვე მე-6 კლასში მათემატიკაში მოვამზადე. აუცილებლად, რომ
მაგ კუთხით განვითარდეს რა. მაგ კუთხით და ინგლისურში მე მგონი რომ არ სჭირდება მომზადება. მისწრაფება აქვთ ენებში, იმიტომ რომ ორივემა ნიკას ვამზადებდი სხვათა შორის. იმას ვქენი რა ქვია, ცოტა დავეხმარე 1 წელი. აქვე დადიოდა რა, არც ისეთი ძალიან ძლიერი და ესეთი მასწავლებელიც არ აყავდა, რომ ვთქვათ რა. ძალიან ისეთი იქიდან ვიცი, რომ ძალიან ჯვირსაც არ იღებდა, 100 ლარებს მე არ ვიხდიდი, მე მგონი 60 ლარს ვიხდიდი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 1 წელიწად მოვამზადე, 60 თუ 50, არა 60. მოვამზადე და ეხლა ისე არის, რომ აი ძალიან მაგრად იცის. ძალიან მაგრად იცის ინგლისური. უკვე. კარგია, როცა ხელს რაღაცნაირად წააშველებ შეშულს რა. რაც აინტერესებს, რაც არ აინტერესებს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, მათისაც არ ვაწალებ ქართული ისტორია, გეოგრაფია. მათემატიკაში რომ ვიცი რაც მოსწონს, მინდა რომ მაგ ხრი დავეხმარო და მაგაში მოვამზადო. რაც აინტერესებს და სპორტი ვერ ავარჩიეთ, ჯერ არ ვიცი რომელი სპორტი, რაზე მივიდეს არ ვიცი. დავეთი გოგოებო, არ მინდა რომ ის ჩემი ამბები დანაღვლიანდეთ, არა, იმიტომ რომ იცით რამდენი არის ჩემზე გაჭირვება მდგომარეობაში. ძალიან ბევრი. ჩვენ თავარი რაც არის, სულ მაგას ვამბობ. იმიტომ ვამბობ ხოლმე მაგას, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. ჯანმრთელობა გქონდეს. მე ის წითელი მანქანა მაინც აყავს, შემიძლია გავყიდო და ზოგს ეგეც არ აყავს და არაფერი არა აქვს, რა ვიცი, ეგეთებიც ხო არიან. აი, ყველას დაეხმაროს ღმერთი. მეც ხომ მიჭირს, მაგრამ ყველა გაჭირვებულს და რომ ექნება ფული, აუცილებლად მეც დავეხმარები ვინმეს. აუცილებლად და ესე რომ ჩვენ გარშემო ვიღაცა ერთი ამოვირჩიოთ და ვისაც გვაქვს საშუალება დავეხმაროთ. ეს ძალიან კარგი იქნება. ალბათ გაჭირვებული აღარც არავინ არ იქნება. იმიტომ რომ ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა აქვს და მე შე რომ იმას ეხმარები და ყველა რომ ეს ეხმარება ვისაც მეტი აქვს. ძალიან კარგია ეგ. ძალიან. ყველაფერი კარგად იქნება, იდეალურად გაკოცეთ და დროებით მიყვარხართ. ეს მე რომ ვაპარაკობ კარგსაც, რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში და პრობლემებსაც, ამის თქმა უნდა შემეძლოს ჩვენ ისეთი არხი მაქვს, ისეთი შინაურულად ვართ ერთმანეთთან და ისე მეგობრულად ვართ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ვეუბნები, რომ მე დამეხმაროს. ესე არ გაიგოთ, არავითარ შემთხვევაში ძალიან მეწყინება, გული მეტკინება. არა. პირიქით, ამით მინდათ რომ გამხნევდეთ თქვენს, რომ მარტო თქვენ არ გაქვთ პრობლემები. აბსოლუტურად ყველას აქვს და მით უმეტეს, რომ მე ამ ძალიან გაჭირვებულ პერიოდში ვინ არჩუნებ, მაინც სიხაროს, ეს მინდა გაჩვენოთ. ეს მინდა გაჩვენოთ. თორე გავუნკლავდებით ჩვენ ყველაფერს. ერთად, აი, სიყვარულით. მაგალითად, იმ ხრივ, რომ ამას ისე კი არ მიიგეთ, რომ აი, ჟანა წუწუნი დაიწყო, არავითარ შემთხვევაში. არა. არ არის ეს. პირიქით. ამით რომ გამხნევდები, რომ ნახეთ როგორ დგას ჟანა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების მიუხედავად როგორ ინარჩუნებს სიხარულს. აი ეს მინდა მე. მიყვარხართ, გაკოცეთ და დროებით.